დია ვუბოდიშებ ოჯახის წევრებს პირველ ყოვლისა ფართო საზოგადოებასაც. მაგრამ ასე უნდა ვთქვა. დღეს აგვაქვს ჩვენ 20 ივნისი, აი დღეს 20-ში, 21 ივნისს, 27 ივნისს, 28-ში, არის 24-ში, ივლისის 17-ში, 18-ში, აგვისტოში, სექტემბერში, წელს ზოგადად. საპატიმროში მყოფი. ვუბოდიშებ კიდევ ერთხელ ოჯახის წევრებს, რომ ეხლა უნდა წარმომეთქვა სიტყვა გარდაიცვალოს მეთქი, ბატონო პაატა ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებდა ოჯახის წევრებს სასაკვირველია მივესალმები გიბოდიშებთ კიდევ ერთხელ. უნდა წარმომეთქვა სიტყვა გარდაიცვალოს საპატიმროში მეთქი არა, ესე არ ვიტყვი. რომ მოკვდეს თქვენი აზრით საქართველოს ქართული ოცნების ბანდის ოფიციალური ბანდის და მისი მომხრეების რა ნაწილი მივა პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე. პერსონალურადაც დავასახელებ ადამიანებს, კი არ მომერიდება. მაგალითად, კულტურის მინისტრი ქალბატონი თინათინ რუხაძე მივა თუ არა პანაშვიდზე და მერე უკვე დაკრძალვაზე. საერთოდაც დაკრძალვის ხარჯებს ემანთ შემთხვევით ხომ არ გაიღებს სახელმწიფო. არ გამორიცხოთ. უფრო დიდი შანსია, უფრო მაღალია ალბათობა, რომ კულტურის სამინისტრომ გაიღოს დაკრძალვის ხარჯები. საქართველოს საპატრიარქო რასახსენებელია ახლა, მაგრამ მის მიმართ სხვა კითხვები არსებობს, მაგრამ საქართველოს საპატრიარქოდან პატრიარქშიო მესამეს თავკაცობით რამდენი ადამიანი მივა თქვენი აზრით დაკრძალვაზე? პრემიერ-მინისტრი მივა თუ არა, პრეზიდენტად რომ მუშაობს ყაველაშვილი, ის მივა თუ არა ოჯახთან ერთად, ქალბატონი ლიზა ბაგრატიონი. ის არ არის ხელისუფლების წარმომადგენელი, მაგრამ პრეზიდენტის მეუღლის და არის. მივა თუ არა. პაპუაშვილი, ფიძინა ივანიშვილი შემთხვევით ხომ არ გამოჩნდება დაკრძალვაზე? ზოგიერთ ხელისუფალს ან ხელისუფლებასთან მყოფ ხელოვანებს ხომ არ წასკდებათ თუ წასკდებათ ცრემლი, ჩამოუგორდებათ ასე. ჩამოუგორდებათ ლოყაზე. ჩემი აზრით, ასეც მოხდება. ყველას და ავიწყდება, აღარ ემახსოვრება, რომ პატიმარი პაატა ბურჭულაძე რეალურად არის პოლიტიკური ტუსაღი და გამწარებული და უბედური არ მინდა ეს სიტყვა შეგდებულად წარმოთქვა, მაგრამ ესეთი გამწარებული და გათანგული ამ ხელისუფლების მიერ, ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიერ. არ ვიცი გახსოვთ თუ არა კადრები გასული წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძე თუნდაც შემცდარი, აი ხაზგასმით მე ვცდილობ რომ ვიყო ობიექტური, თუნდაც შემცდარი, როგორ მიდის მიხეილ ყაველაშვილი ერთხელ რო ვახსენე იმის სასახლესთან, მე არ ვიცი ის ღობე მორღვეულია, მორყეულია, მონჯღრეულია, შეგნებულად არის გადაჭრილი იოლია, ისი გადანგრევა თუ არა, ფაქტია რომ სპეცრაზმი ელოდება პროტესტის მონაწილეებს და ამ დროს, ზუსტად ამ დროს გამოდის სპეცდანიშნულების მანქანები, მათ შორის წყლის ჭაობს რომ აფრქვევს მოქალაქეების მისამართით ის მანქანა და ბატონ პაატას ანიქიდან, ან უშუალოდ ადმინისტრაციის შენობიდან რაღაცა ხელში ასაღები წყლის კი არა გაზის ბალონით შეასხურებენ სახეში და ბატონი პაატა ესე იწმენს და მძიმე მდგომარეობაშია იმ მომენტში, თითქოს იხრჩობა, თითქოს მძიმე მდგომარეობაშია, თითქოს კი არა ნამდვილად მძიმე მდგომარეობაშია და ეს ასაკში შესული კაცი 70 პატარა ბიჭი ხო არ არის პაატა ბურჭულაძე. გარდა იმისა, რომ სოფლიო ბანია, უზარმაზარი მასშტაბის სოფლიო ხელოვანი გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აი ერთი მოქალაქე ესე მძიმე მდგომარეობაში არის. მე მინდა ვკითხო საქართველოს ხელისუფლებასთან მყოფ ან ხელისუფლებაში მყოფ პროფესიონალ ექიმებს. აი პირველადი პროფესიით პროფესიონალ ექიმებს, თუნდაც სხვა მიმართულებების ექიმებს. ასე მაგალითად ვინ ვახსენოთ ახლა და ის კაცი, ლადო კახაძე, გინეკოლოგი კაცი. ბატონ ლადოს მინდა ვკითხო, იმ დროს იქ შემთხვევით რომ მოხვედრილიყავით.
პაატა ბურჭულაძეს ან ნებისმიერ მოქალაქეს მიეშველებოდით თუ არა. ალბათ მაინც დადებული გაქვთ რა ჰიპოკრატესი, მიცემული გაქვთ რა ჰიპოკრატეს ფიცი და იმიტომ რომ ჰიპოკრატე გაგახსენდებოდათ ახლა მაინც და მაინც არა რასაკვირველია, მაგრამ ინსტინქტი იქნებოდა თქვენი, როგორც პოზიციონირებთ პატიოსანი მოქალაქისა, რომ მიშველებოდით ნებისმიერს და არა მხოლოდ პაატა ბურჭულაძეს, რომ ისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, არ ვიცი, იქ რაღაც წყლით შეეშველებოდით წყალს და ალევინებდით, მოწმენდით სახეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვებსაც ვკითხოთ, საქართველოს ხელისუფლებასთან ყოფასე მაგალითად პაატა იმნაძეს ხელისუფლებასთან. ექიმებიც იქნებიან ხელისუფლებასში, საკანონმდებლო ორგანოშიც რამდენადაც ხვდები, ან შესაძლოა ვცდები, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, მინისტრი მაინც იურისტი კაცია. ექიმებს ვკითხოთ. მიეშველებოდნენ თუ არა პაატა ბურჭულაძეს. ყოველი 10-დან 9 გვიპასუხებს დადებითად. ისევე როგორც ყოველი 10-დან 9 ემან რამე რომ მომხდარიყო ან მოხდეს მომავალში საპატიმროში რომ გარდაიცვალოს მოკვდეს პაატა ბურჭულაძე, 10-დან 9 მივა პანაშვიდზე. აი, მაგალითად გია უცნობი გაჭიჩილაძე უთუოდ მივა, ჩემი აზრით. გოგა ხაინდრავაც კი შეიძლება ღამით, მაგრამ მიიპაროს და მიუსამძიმროს ოჯახს. ჩვენ მაინც ერთი ცაკ ხურავს, ჩვენ მაინც ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს თქვან გულში ან ეს თქვან საჯაროდ. მსოფლიო მასშტაბის ხელოვანს დაკარგავს ამ შემთხვევაში, იმ შემთხვევაში საქართველო და სამყაროს დაკარგავს ძალიან დიდი მასშტაბის ხელოვანს, საოპერო მომღერალს, მსოფლიო ბადს. სად დაკრძალავენ, არ ვიცი. გასაკვირველია. გვერდმა დიდხანს სასოცხლოს ბატონი პაატაც. გასაკვირველია და ყველა თითოეული ჩვენგანი. ისევ დაუბრუნდები რუსთაველის გამზირზე კი არა, ორბელიანის მოედანზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. იმ მომენტში რომ გარდაცვლილი მკვდარიყო პაატა ბურჭულაძე, ამ შემთხვევაში რა ხდებოდა ქალბატონ თინა რუხაძეს მიმართა. ქალბატონ თიკა. ქალბატონ ლიზი ბაგრატიონს მიმართავ, პრეზიდენტ ყაბელაშვილის მეუღლეს მიმართავ, სხვებს და სხვებს. ამ შემთხვევაში დავიგლოვებდით თუ არა ყველანი. ის გაგვახსენდებოდა, რომ პაატა ბურჭულაძე რევოლუციონერია და გადატრიალების მომწყობი იყო, რანაირი გადატრიალება, რეალურ გადატრიალების ცდილობაც კი არ იყო. განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ახლა დღეს უნდა დავამთავროთ ეს ხელისუფლება, ჯერაც არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. სახელმწიფო გადატრიალება რევოლუცია მათ შორის ეწყობა გაცილებით სხვაგვარად. სხვანაირი ორგანიზება უნდა და სხვანაირი ძალა სჭირდება და არა 358 მოქალაქე, რომელიც მივარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. რომ წაეღოთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს სახელმწიფო გადატრიალება არ იქნებოდა. ეს სახელმწიფო გადატრიალების ცდილობის ბრალდებით ზის პაატა ბურჭულაძე ახლა საპატიმროში, რომელიც არ მინდა ახლა რაღაცა კიდევ ეს მძიმე სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ რომელიც შეიძლება გარდაიცვალოს. იმ მომენტში, როდესაც პაატა ბურჭულაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდა, მას აქ იგითხარით, შეასხურეს თუ ესროლეს, თუ შეასხურეს ეს ცრემლსადენი მინიმუმ გაზი და ვინისის და ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული ცრემლსადენი გაზი წყალი. ან წყალი. და პაატა ბურჭულაძე ცუდ მდგომარეობაში, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმ მომენტში იქ იყო, ეხლა უკვე სამედიცინო პერსონალს კი არა, სამედიცინო საზოგადოებაზე განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას და არა მხოლოდ ცნობილებზე, აი პაატა იმნაძეზე თუ ლადო კახაძეზე. არამედ ბევრზე, რომელიც ახლა დადუმებულია. სახელების დასახელების გარეშე. იმ მომენტში იქ იმყოფებოდა ერთი ექიმი კაცი, აკადემიკოსი კაცი. გოგი ჩახურნაშვილი, რომელიც მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ იყო ამ აქციის მონაწილე. ანუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი კაცია. ეს ის გოგი ჩახურნაშვილია, სხვათა შორის, რომლის შვილებმაც და ერთმა განსაკუთრებით გამოააშკარავა, გამოავლინა, ამხილა საქართველოს ხელისუფლება ხსენებული ქიმიური იარაღის გამოყენებაში 2024 წლის ნოემბრის მიწურულიდან 2025 წლის დეკემბრის 5-მდე. კი, მამუკა მდინარაძის, იმხანად მამუკა მდინარაძის უწყებამ თქვა, რომ ჩვენ ვარ გამოგვიყენებია ქიმიური იარაღი, თქვა ვწდები 4-დან 5 რიცხვამდე, მაგრამ აი პირველში, 2-ში, 3-ში, 30-ში, 29-ში და 28 ნოემბერს
რომ რა გამოიყენეს ამაზე არც არაფერი არ ვთქვათ ამწამა. მოკლედ ჩახუნაშვილები მთლიანად მთელი ოჯახი და განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა კაცი თავარი მოწმე არის რომ შესაძლოა არა კამიტი მაინც და მაინც მაგრამ შესაძლოა სხვა ნივთიერება ქიმიური აკრძალული ნივთიერება გამოიყენა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. შესაბამისად ისინი ჩახუნაშვილები მთლიანად მტრად გაუხდია, მტრად მოიკიდა, მტრად გამოაცხადა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ხო და აი ეს გოგი ჩახუნაშვილი იმ დღეს 4 რიცხვში 4 ოქტომბერს გასული წლისა როდესაც პაატა ბურჭულაძე და კიდე 347 მოქალაქე მივიდა, მათ შორის მეც ვიყავი. მე გულახდილად გეტყვით და მე იმასაც გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი როგორც აქციის მონაწილე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ვიყავი, ოდნავ მოშორებით იქ რაღაც ჩიხებში, თლად ადმინისტრაციამდე არ მივსულ ვარ, ვერსეთ კაცში იქ ყოველ შემთხვევაში ვერ დამინახავთ, მithumeles არ ვეჯაჯგურები რომელიმე ღობეს, არ ვამტვრევ, არ ვლეწავ და ასე შემდეგ, მაგრამ იქ გახლდით, როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე. ჩემ წინ ჩაიარა სპეცრაზმა ორბელიანის მოედნისკენ უფრო ვიყავი ერთ-ერთ შიხში და იქაც მოიწავლა ჰაერიან იქითაც გაისროლეს სპეცრაზმელებმა რაღაცა ნივთიერებები ჰაერში გააფრქვიეს ჰაერში რას ვიზამდი მე რომ დამენახა პაატა ბურჭულაძე ჩემი ნაცნობი მეგობარი მერქი უფროსი მეგობარი რომელიც წინა დღეს ვნახე მაგის პასუხია და რომელიც არაერთხელ ყოფილა ჩემი სტუმარი როგორც რესპონდენტი და რომელმაც ჩემს ეთერში და სწორედ ჩემს ეთერში თქვა რომ 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ დროშა მაჩუკა მერე და ასე შემდეგ შესაძლოა შეცდა მე არ უარყოფ ამას რას ვიზამდი და ამ მდგომარეობაში ყოფი პაატა ბურჭულაძე რომ დამენახა მივეშველებოდი ლიზა ბაგრატიანს მიმართა სრულიად შემთხვევით თქვენ რომ ჩაგევლოთ ავტორ ლიზა არ მიეშველებოდით და თქვენ დაგიჭერდნენ გოგი ჩახუნაშვილი რატო ყვებია ყველაფერს და გოგი ჩახუნაშვილი ეს ექიმიკაცი მიეშველა და სამედიცინო საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერთან დაკავშირებით დუმს და დუმს იმის გამო რომ მიეშველა გოგი ჩახუნაშვილი პაატა ბურჭულაძე სწორედ ამიტომ დააიჭირეს ის და სწორედ ამიტომ მიუსაჯეს მას 5 წელი არაფერი სხვა მიზეზი საბაბიც კი არ არსებობს აკადემიკოსი გოგი ჩახუნაშვილი კიდევ სხვა ვიმეორებ იმის გამო რომ მიეშველა ძიმე მდგომარეობაში მყოფ პაატა ბურჭულაძეს და იმის გამო რომ აკადემიკოსი გოგი ჩახუნაშვილი არის არაჩვეულებრივი მამა რომელმაც გაზარდა ესეთი ორი არაჩვეულებრივი შვილი რომლებმაც თავის მხრივ ამხილეს საქართველოს ხელისუფლება ამის გამო არის დაჭერილი ვისი გადაწყვეტილებით ბატონ ლადო კახაძეს მიმართავთ როგორ გონიათ ვისი გადაწყვეტილებით იმის გადაწყვეტილებით ხომ არა თქვენ რომ აი ესე კოცნით ხელს კეთილშობილების განსახიერება გგონიათ ო კეთილშობილების განსახიერება შესაძლოა გგონიათ ის ესე როგორც თქოს ბიზნეს გულის ხათი გოგი ჩახუნაშვილი არის არ მინდა შემეშავა 71 წლის 72 წლის 71 წლის ვთქვათ 70-ს გადაბიჯებული პაატა ბურჭულაძის არ იყოს მე არ ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი შესაძლოა აწუხებს რამ დაავადება შესაძლოა ამ ექიმკაც არც არაფერი არ აწუხებს მას მიარჩეს 5 წელიწადი მიუსაჯეს შესაბამისად თუ ასე გაგზელდა ის სამეთრო სატოვებს 5 წლის თავს 76-77 წლის ასაკში ამ 5 წლის განმავლობაში საპატიმროში საკანში რამ რომ მოხდეს და შემთხვევით თვითონ გოგისთანაც და ოჯახთანაც პაატა ბურჭულაძის ოჯახსაც ვუბოდიშებ და მათაც საუკაცრავოა ეს ალბათ ეს სიტყვა რომ გარდაიცვალოს არა მოკვდეს ბატონი გოგი სამედიცინო საზოგადოება ისე როგორც სახელოვნებო საზოგადოება პაატა ბურჭულაძის შემთხვევაში დაიტირებს პაატა ბურჭულაძეს შეიძლება მოითხოვოს საზოგადოების ერთმა ნაწილმა და ავასვენოთ მთაწმინდაზე გოგი ჩახუნაშვილს ალბათ კი არ ნამდვილად მთაწმინდაზე არა ასვენა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვა გიბოდიშებთ ყველას მთელ საზოგადოებას ასეთი მძიმე სიტყვები რომ გამოვირჩევი ახლა გიბოდიშებთ რომ ასე ვადრამატულებ მაგრამ ცხოვრებაა ბატონებო
სამედიცინო საზოგადოება ის ვინც დღეს მხარს არ უჭერს და ხმა დადუმებულია, ხმა გაკმედილია, რომელიც რუსთაველზე არ გამოვიდა, რა გინდა რა მიზეზით გუშინ გოგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად. ატატებს თუ არა სასახლეს ხელში და მიასვენებს თუ არა იმ ხანად უკვე სოცხლად აღარ მყოფ გოგი ჩახუნაშვილს ასე მაგალითად საბურთალოს სასაფლაოზე გამოასვენებს თუ არა რომელიმე ტაძრიდან. დიპლომატები ან არა მხოლოდ დიპლომატები. თუმცა მოდი მაინც არ ვიტყვი იმ ადამიანზე, ვისაც გულისხმობ ახლა, ის ორივეზე ახალგაზრდაა. თუმცა ვინც ის და ორივეზე ჯანმრთელობა შერყეულიც, რომელზეც ბოლო ხანებია ვდარდობთ. ყველაზე ვდარდობთ, მაგრამ მასზე განსაკუთრებით. არ ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაც არ მინდა მისი ოჯახის წევრებს ძლიერ მდგომარეობაში მყოფებს და ბავშვებს რაღაცნაირად კიდევ უფრო დაგუმძიმო ემოციური მდგომარეობა. ატაზე ვილაპარაკოთ და გოგიზე.